საღამოშვიდობის მეგობრებო, რუსეთის მოქალაქე შუაგულ რუსთავაზე მეგობრებო გამოვიდნენ და ესე პირდაპირ ხმამაღლა გვაგინეს თან პუტინის სახელით. მე აქ თქოს საზოგადოებას არ მივმართავ ალბათ ვის ინტერნეტით და სოციალურ მედიებში მათ მივმართავ. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ერთ ვფიქრობ და ზუსტად ვიცი რომ ესე იქნება. შეუძლებელია მტერმა ესე იბოგინოს ესე დაამციროს ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ებრძვიან ამ მტერს. არ ვიცი ვის როგორ უძლებს გული ან სიცხლე როგორ არ გიშლებათ ზარგვებში სახშიროს ხეთხართ და თან ყველაფერს რო ესე აშკარად უყურებთ, როგორი კულტურული ექსპანსია, როგორი ეკონომიკური ექსპანსია გააკეთა ამ ქვეყანამ, თან წლების განმავლობაში თან ესე როგორც ჩვენ მერც რო ეძახიან, ეხლა რო ქვეყნის სათავეშია, ესე ნელ-ნელა მკვდავი პროცესი დაიწყეს და ესე ნელ-ნელა გუდავენ და ჩვენ თითქოს რაღაცნაირად ვეგუებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზოგადოებას, ვინც ჩვენ გვიყურებს ინტერნეტით და აქ ერთხელაც არ გამოსულა, მათ მიმართავ. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ გაანალიზებული გვაქვს, გათავისებული გვაქვს, სად ვართ, რა ბრძოლაში ვართ, ვისთან გვიწევს ბრძოლა, ესაც ძალიან კარგად ვიცით. ხოს ვიცით, წერას ვიცით, აზროვნებაც გვაქვს, ანალიტიკის უნარიც გვაქვს და გააზრებული გვაქვს, სად შევდივართ. ჩემი აზრით ეს შიში უკვე გამქრალია საზოგადოებაში, რომელიც ასე ხმამაღლა და ესე მედგრად და ხნეთ აპროტესტებს ამ რეჟიმს. ჩვენთვის შიში აღარ არსებობს მეგობრებო. ჩვენ შიშის გზნობას ვიცით რა არის და ვიცით ეს შიში როგორ გადავაქციოთ სხვა მოძრაობად, ეს ენერგია, შიშის ენერგია როგორ გავუკეთოთ აკუმულირება და რაღაცა პროტესტს მოვახმაროთ და სხვა საქმეს, რომელიც ამ ქვეყნის გადარჩენას ეხება. გულის ტკივილით, მაგრამ ხნეთ და ომახიანად კიდევ ერთხელ ძირს რუსული რეჟიმი, ძირს დიქტატურა და გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან საქართველოს. იკა, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, მადლობა. მადლობა გიორგი, ძირს რუსული რეჟიმი. მეგობრებო, მადლობა ჩვენს მაყურებლებს აქ და ვინც გვიყურებს ინტერნეტით. ბევრს უნდა რომ თქვენ აქ იყოთ. მესმის რომ ჯერ არ შეგიძლიათ, ჯერ არ რომ მოხვალთ. დღეს ვისაუბრებ ჩვენს ეკონომიკაზე და უფრო ზუსტად იმაზე, როგორ ავნო იღბალმა, ეკონომიკურმა იღბალმა ქართულ დემოკრატიას. ძალიან ცნობილი წიგნია ნავთობის წყევლა და გარდა ამისა ბევრ მეცნიერს აქვს სერიოზული კვლევები გაკეთებული, როგორი მავნეა რესურსები, ანუ წიაღისეული სიმდიდრე ან მოულოდნელი რაღაცა ესეთი იღბალი, რომელიც ქვეყანას გაუჩნდება უცბად, როგორ ვნებს ხოლმე ის დემოკრატიას, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, როდესაც თევზი აღარ ცურავს აღმა, ის დუნდება და შემდეგ კვდება და როდესაც ასეთი ეკონომიკური იღბალი მოდის და იოლი ხდება რაღაცეები, შემდეგ ეს ვნებს ხოლმე ადამიანების სურვილს, რომ აკეთოს სწორი საქმე. მოდით ამ მოთხრობას შევუდგეთ, მადლობას ვუხდი მის გამომგზავნს. ანუ მე თვითონ ეკონომისტი ვარ და მუდამ ვადევნებ თვალს ამ მოვლენებს და ყვები ვაზიარებ. ამავე დროს მიხარია რომ ხანდახან სხვები მიზიარებენ ხოლმე თავის სათქმელს და ერთმა კარგმა მკვლევარმა გამიზიარა ეს ერთგვარი მოთხრობა. ეხლა ზუსტად ისე არ მოყვები იმან როგორც გამიზიარა, თუმცა საინტერესოდ იყო დალაგებული და იმ ადამიანსაც, რადგან თვითონ არ შეუძლია თქვათ ქართული ენის ბარიერის გამო ისე კარგად ვერ საუბრობს, ცხოველია ამ საჩუქარს გამოვიყენებ საქართველოსთვის და თქვენთვის. ეს ერთგვარი მოთხრობა, რომლის ნაწილები თქვენთვის ნაცნობია და მოდით ახლა შევუდგეთ. ჩვენი ეკონომიკა ახლა არის, აი დილას 5-ში ქაყავას რო დალევდა, რო გული აგიჩქარდება და ძალიან ჩქარა იწყებ მოძრაობას, ან თუნდაც საღამოს, რო ვერ იძინებ ესეთ მდგომარეობაში. ანუ ძალიან დიდი სტიმული აქვს მიღებული. რუსეთის აგრესიის შემდეგ, როდესაც ისინი შეეჭენ უკრაინაში, საქართველოს ბევრი დიდი ეკონომიკური იღბალი შეხვდა და ეს ძირითადად გამოიხატა 120,000-ზე მეტი რუსის, რომელიც საკმაოდ ბევრ ფულს შოულობს და ხარჯავს შემოსვლით საქართველოში
და გამოიხატა დიდი რაოდენობით რეექსპორტით, ან ექსპორტით რუსეთში, განსაკუთრებით რეექსპორტით, ოფიციალური რეექსპორტით მაგალითად მანქანების, ოღონდ ის მანქანები მიდის თქვა ყირგიზეთში წარმოუდგენელი რაოდენობით და შემდეგ ძალიან დიდი ალბათობით იზრდება რუსეთში და ასევე ბევრი სხვა ფარული თუ ღია ექსპორტით. სავარაუდოდ ფარული და ასევე ღია რეექსპორტით სხვა პროდუქტები. ეს თანხა დაახლოებით $1.5 მილიარდი გამოდგა, ისე უხეში შეფასებით. ამ ომამდე ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა 5%-ით და თუ შევხედავთ რომ 30 მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს, მისი 5% 10%-ამდე რო ავიდა, $1.5 მილიარდი იყო წელიწადში და ესე იგი ომის შემდეგ 3 წელი ეს დამატებითი ფული ერთგვარად ვითომ კარგი, მაგრამ ამავე დროს ცუდი საქმეების მაბიძგებელი გამოდგა. წელსაც გვიცხადებენ რომ ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა პირველ კვარტალშიო, თუმცა აშკარა არის და ძალიან ბევრი ნიშანი ამისდის შენელების და მათ შორის ზრდის 40% მოდის IT სექტორზე, რომელიც დიდწილად ისევ რუსეთიდან გადმოსული ინჟინერების და კომპანიების მეშვეობით ხდება და ძალიან სავარაუდოა რომ რეალურად ამ ზრდის დიდი ნაწილი არ ხდება ქართულ ეკონომიკაში, რადგან დასაქმებულთა რიცხვი ამ სექტორში შემცირდა და ზრდა სასწაულია წელს პირველ კვარტალში გაორმაგებული არის ეს სექტორი. ძალიან სავარაუდოა რომ ამ ზრდის დიდი ნაწილი არის კოლ-ცენტრების შემოსავალი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს სახელს უტეხენ და დასავლელი ადამიანების გაყოლებით არიან დაკავებული და იმ ადამიანებს ასე ყვნიან, სულს უფუჭებენ, ვინც იქ მუშაობს. წარმოიდგინეთ ახლა ახალგაზრდა, რომელსაც ასწავლიან როგორ მოატყუოს უცხოელები და გამოძალოს ფული და შემდეგ ბევრ ფულს აშოვნინებენ და რა უნდა გააკეთოს შემდეგ იმ ახალგაზრდას რომ აღარ შეეძლება. ამ ფულიდან ძალიან ცოტა ხდება ქართულ ეკონომიკაში. ეს კომპანიები ძალიან დაბალ გადასახადებს იხდიან 1%, 20%, ან ძალიან დაბალს. შესაბამისად, ზრდის დეკლარირებული ზრდის მიუხედავად ჩვენი ბიუჯეტი ვერ იზრდება. და მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ეს ზედმეტი ფული მაინც ყოფნით, ზედმეტი არა, ნუ ვიტყოდი ქარის მოტანილი ფული მაინც ყოფნით. $1.5 მილიარდი დიდი თანხა, მართალია დაუკარგეთ 300 მილიონზე მეტი დასავლეთის დახმარება და თქვა თანხები, რომელიც აქ იხარჯებოდა, $1.5 მილიარდს არავითარი ეს არ ახლავს, ასე ვთქვათ, წინაპირობები და ქართული ოცნების მესვეურებმა და მასთან დაკავშირებულმა ხალხმა როგორც ჩანს არნახული ფული იშოვა. აი ახლა ხანს წანიში ვიყავი, გამოვიარე მათი ოფისი, რო შეხედავ როგორი მდიდრული და ესეთი ოფისია, კარგ ადგილას აშენებული, სხვებს დევნიან პარტიებს პატარა ფულზე და თვითონ ამხელა ოფისებს აჩვენებენ და არავითარი კვლევა ამასო ჩვენო დავადეკლარირებთ ეხლა ეს როგორც ფაქტი გამახსენდა რომ იჯარა გამოსყიდვით მისცეს ეს შენობა და არსად არაჩას ანტიკორუფციული ბიურო რა ვიცი ყველას და ყველაფერს დაძდევს და გარდა ქართული ოცნების. ამას გარდა ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა 2021 წლის შემდეგ და ეს მანამდე არნახული ფული რომ ნახეს ეთყობა როგორც შამპანიონის გაზები ადის ხოლმე ტვინში ისე ავიდა ზოგიერთ ტვინში და ამან უბიძგა დიდწილად იმისკენ რომ ეფიქრათ რომ სამუდამოდ დავრჩებით რა კარგია ასე. ზოგიერთი ადამიანიც ძალიან გაკეთდა საქართველოში Porsche ძალიან ცნობილი გერმანული ძვირფასი მანქანის გაყიდვები გაათმაგდა 2021 წლის შემდეგ 120 მანქანა იყიდებოდა და 1200 მანქანა იყიდება წელიწადში. საკმაოდ დიდი ციფრია. ამავე დროს მოსახლეობის უმეტესობას ან ძალიან ცოტა ხვდება, ან არაფერი არ ხვდება. ჩვენ გვყავს საქართველოში 600,000 უმუშევარი, 2 მილიონიანი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან, რომელიც სტუდენტი არ არის ან პენსიონერი, ამ რიცხვიდან 600,000 არის უმუშევარი. მათგან 200,000-ზე მეტი არის ოფიციალური უმუშევარი და 400,000 არის უმუშევარი, რომელიც იმუშავებდა, მაგრამ სამუშაოს აღარ ეძებს, რადგან იმედი აღარ აქვს რომ იპოვის.
ეს ამბავი ახლა დაწყებული არ არის, სამწუხაროდ ძველია, ძალიან დიდი უმუშევრობა საქართველოში. ეს 90-იანი წლების უზარმაზარი კოლაფსიდან მოდის. მაშინ საქართველოს ეკონომიკამ განიცადა მსოფლიოს დაფიქსირებული ეკონომიკურ ვარდნებში ერთ-ერთი უდიდესი ვარდნა, მეორე ადგილზე ვართ, სირიასაც კი გადავაჭარბეთ. 91-დან 94 წლამდე და განსაკუთრებით 94 წელს სარეკორდო ვარდნები დაფიქსირდა. საქართველოს მოსახლის ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 1990 წელს იყო $16,000. ახლა გადააჭარბა $8,000. ნუ ამ ციფრებით რომელსაც ჯერათ თუ არ ჯერათ, მაგრამ იმის ნახევარი გახდა ახლა. ანუ როგორი ვარდნა იყო, რომ ამდენი ხნის მერე და ამდენი ორმოდან ამოცოცვის შემდეგ ჯერ კიდევ იმის ნახევარზე ვარ, სადაც ვიყავი და უმუშევრობაც მაშინ გახდა კოლოსალური უმუშევრობა, რომელიც მცირდებოდა თანდათან და ახლა ისევ ზრდა დაიწყო. ცალკე საკითხია ფარული უმუშევრობა. ფარული უმუშევრობის ეს დონე ასეთი იყო. ამას მოყვა ასევე ძალიან დიდი ემიგრაცია, 1,200,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო. მოსახლეობა საქართველოში იყო 5,5 მილიონი 1999 წლის საბჭოთა კავშირის აღწერით. ახლა გვაქვს 3,700,000. ციფრები რო ნახოთ კიდე მეტია, მაგრამ ავტონომიური რესპუბლიკების გათვალისწინებით 1,200,000-ზე მეტი არის გასული მოსახლეობა. ახლა იკითხავთ, როგორ დგავართ ახლა ისევ ფეხზე. იმ დროიდან, იმ საშინელი კოლაფსიდან და მძიმე წლებიდან ჩვენმა საზოგადოებამ გამოიმუშავა დიდი სიმტკიცე, რაღაცა შეგუება ამასთან. ნუ სამწუხაროდ ზოგმა საშინელი სიმტკიცე ქვია და სახშია ტელევიზორს უყურებს და ან ელემენტარული, ანუ ვერ სარგებლობს ელემენტარული სიკეთეებით, რასაც რითაც განვითარებულ საზოგადოებაში ადამიანი უნდა სარგებლობდეს. ძალიან სამწუხაროა, ესეთი კინოში არ ყოფილა, თეატრში არ ყოფილა, წვეულებაზე წასვლა უჭირს. ეს არის დიდი უბედურება, რომ ჩვენს გვერდით ასეთი ძალიან დიდი ოდენობით, ანუ 100,000-ობით ადამიანი ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის დიდი უბედურება ქვეყნის და ბევრ ჩვენგან სამწუხაროდ გული გვაქვს დაკეტილი, რაღაცნაირი იმუნიტეტი გვაქვს გამუშავებული ამის მიმართ და ვისაც მართებს, რომ ამაზე იზრუნოს ხელისუფლება, ძალიან ცოტა საკეთებს. ანუ ეს ადამიანები რომ ვერ ახერხებენ ცხოვრებაში პროდუქტიულ მონაწილეობას, გასაგებია, რომ მათი ძალისხმევის საკითხია, თუმცა მათ როგორც ჩანს არ შეუძლიათ უჭირთ რაიმე ძალისხმევა და რასაკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ეს ადამიანები ჩააბა ჯანსაღ ეკონომიკურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, იმით ვძლებთ, რომ მათი ნათესავები ვეხმარებით როგორღაც ამას უმსუბუქებთ ტვირთს და ასევე ის არის, რომ გავიაზროთ ეს კარგად. ჩვენ საზოგადოებას დარჩა ძველი ბინები, ვთქვათ, სახლები, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული. და იმ სახლებში ცხოვრობს მილიონობით ადამიანი. ჩვენთან დარჩა ძველი აშენებული შენობები. ეს შენობები რაღაცნაირად ზოგი ლამაზად დაძველდა თუ როგორღაც და ამ პარკები ძველი გაშენებული და იმის სანახავად ჩამოდიან ტურისტები და ისევ იმ ძველი აი დარგული ხეებით, რომელიც 100 წლის წინ, რა ვიცი, ანუ 70 წლის წინ დარგეს და გაიზარდა და ახლა ლამაზია. იმ ხეების სანახავად ჩამოდის ადამიანები და იმ პარკების და იმ შენობების და ამითი რაღაცა მიგორავს ცხოვრება. ანუ ჩვენ რო ვიფიქროთ, რომ რაღაცა მაგარს მივახციეთ, რეალურად როგორც გითხარით, იმის ნახევარ შემოსავალზე ვართ ერთულ მოსახლეზე და ის სახლები, რომლებშიც ახლა დიდუბეში რო წახვიდეთ, დაძველდა ის სახლები, ის ხრუშოვის დროს აშენებული კორპუსები ძალიან დაძველდა და უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ისევ იმ სახლებში ცხოვრობს. თუნდაც გლდანის დაძველდა, გლდანი უფრო ერთგვარად სასიამოვნო გახდა, რომ ისეთი დიდი მშენებლობა გლდანში არ მომხდარა და რაღაცა უფრო მეტი სივრცეა, ხეები გაიზარდა და მწვანეა, მაგრამ ამავე დროს სახლები ძველდება. ეს კითხვა დავსვათ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილს აქვს ის შემოსავალი, რომ ის სახლები განაახლოს, როგორღაც მივდივართ, ასე ვთქვათ, თუმცა აი ვიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი აგორებს ცხოვრებას როგორღაც. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა რეგიონებში. იქაური მდგომარეობა ფეოდალურ ყოფას გავს.
ანუ ადამიანები განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, თუმცა სოფლადაც ბევრგან მძიმეა ცხოვრება, ძალიან ბევრი ადამიანი თქვა 300 ლარად რაღაცა სოციალურ სამუშაოზეა დასაქმებული და ამითი არის დაბმული, რომ თუ ჩუმად არ იქნები, ესეც აღარ გექნება. ან თუ ჩუმად არ იქნები, შენს ნათესავს, რომელიც სადღაც მუშაობს სკოლაში, სახელმწიფო დაწესებულებაში, აუშვებ სამსახურიდან და აი ასეთ მდგომარეობაში ყავთ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და რო საუბრობ დარდობთ რომ 100 და 150 ლარად ვიღაცა ხმას გაყიდის, როგორი უბედურებაა და რაც მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ მას 150 ლარად ან 100 ლარად უღირს რომ ხმა გაყიდოს. რეალურად მდგომარეობა ასეთია, ფეოდალები, ვინც ადგილზე არიან, მათ ხელში არის კონცენტრირებული ასე ვთქვათ, სადავეები, ძალაუფლების, ვინ გაუშვან სკოლიდან, როგორ გაუშვან. სამწუხაროდ ასე ჩანს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ადამიანებთან ურთიერთობას. ტელევიზიიდან საუბარი კარგია, გამხნევება ახაც ვლაპარაკობ, თუმცა დასაფიქრებელია, როგორ გავდივართ რეგიონებში, როგორ ვესაუბრებით ამ ხალხს და როგორ ვაძლევთ რაღაცა თუნდაც შემსუბუქებას. ჩვენი მწირი რესურსებით რაც გვაქვს და სამწუხაროდ ყველანაირ რესურსს კეტავს ეს დე-ფაქტო ხელისუფლება იმისა, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე სოლიდარობა შევძლოთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩვენ თავსაც უსაყვედუროთ იმის გამო, რომ ჩვენ საკმარის სიყვარულს და სითბოს ვერ ვაჩვენებთ ადამიანებს, რომლებიც რეგიონებში არიან, პატარა ქალაქებში არიან, სოფლებში არიან და რაღაცა აი თავის ცხოვრებას აგორავებენ, ასე უხეშად რომ ვთქვათ. განათლება არის ძალიან დიდი პრობლემა. ბევრი ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, ამთავრებს სკოლას, ამთავრებს უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. PISA-ს ქულები არის ასეთი საერთაშორისო სისტემა ტესტირების, დაახლოებით 15 წლის ასაკის ბავშვების და ამ სისტემით შეფასებაში საქართველო მნიშვნელოვნად დაიხია უკან 2014 წლიდან 2023 წლამდე, როდესაც ბოლო შეფასება გაკეთა და ძალიან მძიმე შედეგები, აი ძალიან მძიმე, ისეთი რომ არ ჩანს როგორ შევძლებთ ჩვენ ამ სიღარიბიდან გამოსვლას, იმიტომ რომ განათლება თუ არა გაქვს ამ ეკონომიკაში ძალიან ძნელია წინსვლა და ცდილობენ რაღაცას ახალგაზრდები წვალობენ, ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა რა გამოაქვთ, აი ეს არის ძალიან დიდი კითხვები. სამწუხარო ამბავს ვამბობ და ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ გული გავიტეხოთ, იმიტომ ვსაუბრობ, რომ თვალი გაუსწოროთ რეალობას და ვიცოდეთ რამხელა სამუშაო გვაქვს გასაწევი. ჩვენ ვთქვათ, თბილისში ეს პროტესტი უხეშად ან ისე უხეშად შეიძლება ითქვას, რომ უფრო განათლებულთა პროტესტია. თუმცა არ კმარა ეს პროტესტი სავსებით არასაკმარისია და ჩვენი საქმეა და ჩვენი რაღაცა ერთგვარი აღმართია თუ სიზიფეს ლოდია, რომელიც ასატანი გვაქვს, ზემოთ არის მოსახლეობისთვის თვალის გახელა, რეალობის დანახვება და მათი გვერდში დაყენება. ჩვენ გვერდით რომ ერთად შევძლოთ ცვლილების მოხდენა ამ ქვეყანაში. ამაში ჩვენ არ დაგვეხმარებიან ის ადამიანები, ვინც ხელს ითმობენ თავისი თანამოძღვეების უბედურებაზე და ვისთვისაც სულ ერთია ეს დანარჩენი ადამიანები როგორ ცხოვრობენ, თუმცა საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც შიშის რაღაცა გადალახვის პროცესია, თუმცა უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ თუ თვითონ არაფერს გააკეთებს თავისი მომავლისთვის, მას ხალხი, ვინც შუშის სასახლეებში უკვე ამრავლებს შუშის სასახლეებს და მონოტონურად გვესაუბრება ტელევიზიიდან ტყუილებს გვიყვება, ეს ხალხი მათზე არ იზრუნებს. ნელ-ნელა ეს გამორკვევა ხდება და ის მდგომარეობა, რაც რაშიც ჩვენი ეკონომიკა არის და რაც უფრო და უფრო აშკარა გახდება უკუსლა, რაც ეკონომიკაში მზადდება, მათ კიდევ უფრო მეტ ბიძგს მისცემს, რომ თავისი მომავლისთვის იბრძოლონ. ხელისუფლებამ იცის ეს რეალური მდგომარეობა, ძალიან კარგად იცის და ამის ექსპლუატაციას ახდენს. ანუ ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების მართვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დამოუკიდებელი თავისი შემოსავლის მქონე ადამიანების და თავისი სიტყვის მქონე ადამიანების მართვა. თუ
არა გაქვს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, ბევრად უფრო ადვილია რომ ღირსება წაგართო. თუ წაგართმევენ ღირსებას, შენ კარგავ ხმასაც, შენი ხმის უფლებასაც, ანუ იმისიც კი გეშინია, რომ საარჩევნო ყუთთან რომ მიხვედი, შენი აზრი გამოხატო და იმის ფიქრში ხარ ადამიანი, სამწუხაროდ ვინმე არ გაიგოს და მოდი ისევ ამას მივცემ ხმას. ძალიან ძლიერია ჩვენში 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსი და შინააშლილობის შიში, ჯერჯერობით ვერ შევძელით საზოგადოებამ რომ ამ ხალხს ვაჩვენოთ რეალური ალტერნატივა, ანუ ადამიანები, რომლებიც ცივილიზებულად მოახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას და ქვეყნის მართვას ისე რომ მათ მოუტანოთ კეთილდღეობა. ეს მოდი შევხედოთ რეალობას თვალებში, ჯერჯერობით ასე ჩანს რომ საჩვენებელი გვაქვს, რადგან ქართველი ხალხისგან ისმის პროტესტი, ისმის დანიშნი არჩევნები, ისმის გაათავისუფლე პატიმრები, თუმცა უფრო ხმამაღლა და უფრო მკაფიოდ გვაქვს სათქმელი წადი. და ჩვენ უკვე დროა რომ უთხრათ ამ ხალხს წადი. ეს თქვენი ოცნებები აღმოჩნდა ფუჭი და მე ასე ვხედავ ახლა ძალიან ბოლოსთვის დავამატებ რომ უახლოეს თვეებში უფრო და უფრო მკაფიო გახდება ამ დე-ფაქტო ხელისუფლების მტაცებლობა, რომ ვერ ავსებენ ბიუჯეტს, უფრო და უფრო მეტად ცუდად მიადგებიან ბიზნესს, რომ მადა მაღალი აქვთ უკვე და ვალდებულებები აქვთ აღებული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რაღაცა მცირედით გაუზარდეს ხელფასი და ვითომ კეთილდღეობის ილუზიას უქმნიან, ამ ვალდებულებების პასუხისგაცემა მოუწევს და შემოსავლები რომ არ ექნებათ ბიზნესს მეტად დააწვევიან, ეკონომიკური პრობლემები მეტად და მეტად იჩენს თავს, გამოჩნდება ეს როგორც მშენებლობის სექტორში, ასევე ინვესტიციების დაცემით და აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებას, თქვენ თვითონ დაინახავთ ამას, მალე და უკვე გრძნობთ ალბათ და უფრო მეტად იგრძნობთ და ის დრო დგება, როდესაც ჩვენ უფრო მეტად უნდა ვთქვათ, უფრო მკაფიოდ წადი გამოვიდეთ ქუჩებში და ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. აი ეს არის, ანუ ერთგვარი გზა, რომელიც ქარის მოტანილმა ფულმა გაათამამა დე-ფაქტო ხელისუფლება, აფიქრებინა უფრო მეტად რომ ჩამჯდარიყო და ჩაკირულიყო თავის კამში და ახლა, როდესაც ისინი შეტოპილნი არიან უკვე დანაშაულში, ის გაგჩნდება, რომ ჩვენი აქტიური პროტესტით მოიპოვოთ ჩვენი თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი. ისმენთ, ვისაც კითხვა გაქვთ, სიამოვნებით იპასუხებთ. მადლობა ნიკა, ბოდი შეხტი. ეს კითხვას დავსვამ, მე თქვენთანაც გადმოვალთ. ბოლოს TBC ბანკის ოფიციალური მონაცემით შემნახავ ანაბარზე პირველ ადგილზე არიან რუსეთის მოქალაქეები 1.3 მილიარდით. ორი შეკითხვა მაქვს, რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და რა გამოსავალი შეიძლება იყოს ან სამართლებრივი, ან საპროტესტო, ან სახალხო, რომ ეს რაღაცა განუზომილი პროცესი არ იყოს და კიდევ უფრო სიღრმეში არ წავიდეთ. მოსახლეობაში, როდესაც ამ დიდი რაოდენობით რუსებმა დაიწყეს შემოსვლა, არაერთგვაროვანი აზრი იყო, ბევრი ადამიანი აქტიურ პროტესტს გამოთქვოდა, ბევრი ამბობდა, რომ ეს ხალხი ტოვილები არიან და გამოქცეულები არიან ტირანიას და მოდი შევიფარო და ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ. ბევრი ამბობდა, რომ ვისარგებლებთ ეს რაღაცას ეკონომიკას მოუტანს. ეს ხანი გამოვიდა, დეპოზიტები სხვადასხვა არნახულად გაიზარდა, ზუსტად ეს ციფრი მე არ ვიცი ხარ, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ დეპოზიტები უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერე არნახულად გაიზარდა, ყოველთვის სესხები აჭარბებდა ხოლმე ძალიან მნიშვნელოვან დეპოზიტებს და დეპოზიტები გაუახლოვდა სესხების თანხას და ნუ დაიყო უზარმაზარი, როგორც გითხარით, დიდი ეკონომიკური, რა ვიცი, ვითომ ზურგი ქარი იყო, ანუ 1.5 მილიარდი დაახლოებით დამატებითი ყოველწლიური დოლარის შემოსავალი მივიღეთ, მაგრამ როგორც დასაწყისშივე გითხარით, ძალიან ბევრი დიდი ღრმა ეკონომიკური შრომაა, რომ ქარის მოტანილ რესურსებს მოყვება პრობლემები. თევზი, როდესაც აღმა აღარ ცურავს, ეს მას ღუპავს და სამწუხაროდ ჩვენმა დემოკრატიამ ჩვენ ნახეთ, რომ დიდი უკუსლა განიცადა და ფულით გათამამებამ სავარაუდოდ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამაში.
აი ეს იყო ამის სურათი და რა გავაკეთოთ არის რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და აღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი, აღვადგინოთ განსაკუთრებული ხელისუფლება მოვიყვანოთ, ეს ყველამ უნდა შევძლოთ. თუ არ შევძლებთ, დავდგებით გადაშენების წინაშე, იმიტომ რომ 312,000 ადამიანი არის აქედან გასული ამ ხელისუფლების პირობებში. შარშან ვითომ არ იყო გასული, თუმცა პარადოქსულია ეს ამბავი, ძალიან ბევრი ადამიანია დაფიქსირებული 10,000-ობით საზოგადოებრივ რომ ყოველად თუ რაღაც დევნილად ჩაბარდა და აქ არ არის ეს დაფიქსირებული და როგორ ხდება გამოსაკოვე და გამოიკოვა ეს ამბავი. ძალიან ბევრი რამე გამოიკოვა, მოდით ამას ვიტყვი რა, რაც ახლა არ ჩანს. ბევრი რამე მე ვიცი, მაგრამ ეხლა რადგან ფაქტი არ მაქვს ვერ ვიტყვი. დარწმუნებით, თუმცა თქვენ ყველანი დაინახავთ. როგორც სტალინის დიქტატურას აეხადა ფარდა, პუტინისასაც ასე აეხდება და აი რომ გვემუქრებიან ეხლა დავითმაროთ ხო დასაწყისში ვიღაცები ნახავთ, ეგ როგორ იქნება. ჩვენ გული გქონდეს მაგრად ხალხო ყველაფერს დავაყენებთ თავის ადგილზე. თუმცა არავინ ამას ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი. მინდა გითხრათ რა კონკრეტულ ეკონომიკურ ფაქტორებს ეყრდნობთ, როცა ამბობთ რომ ეკონომიკის ზრდა შენელდება, ან არ გაიზრდება ეკონომიკა. მართალია ინვესტიციებში არის შემცირება, თუმცა იგივე იმპორტ-ექსპორტში, ასევე გადაზიდვებში, ტურიზმში და სხვა მიმართულებით არ ჩანს ეს დინამიკა მნიშვნელოვანი და თქვენ რაზე მიუთითებთ, რაზე ეყრდნობთ, როდესაც ვარაუდობთ რომ ეკონომიკური ზრდა არ იქნება ისეთი როგორცაც თქვათ მთავრობა ნაბერებს. Ну, პირველი, მოდი ჩამოვთვალოთ ეს ფაქტორები. ინვესტიციების შემცირება პირდაპირ თქვენ ახსენეთ. მეორე ფაქტორი არის საგადასახადო შემოსავლების შემცირება, რომელიც უკვე ფაქტია და ჩანს. ეს ერთი მხრივ შეიძლება აიხსნას, რომ ეს ზრდა ის არ არის, რასაც ადეკლარირებენ, ან მეორე ახსნაა, რომ ანუ ეს ამ ციფრებში შევიტანოთ შეიძლება იცი, ან მეორე ახსნაა, რომ ისეთი სექტორები იზრდება, რომელიც გადასახადებს ნაკლებს იხდით. ნუ უკვე გითხარით, რომ თქვათ IT-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი თუ არის ეს. ანუ ძალიან დაბალ გადასახადს იხდიან. მაგრამ ფაქტია, რომ შემოსავლები ვერ იზრდება. და ბიუჯეტის ხარჯვა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში, თუ შემოსავლები ვერ ექნება, ვერც ხარჯვა ვერ ექნება და დასაწყისს ზრდაშიც მონაწილეობას ვერ მიიღებს. შემდეგი ფაქტორი არის გაზრდილი უმუშევრობა. ესეც ეკონომიკური ზრდის პირობებში პარადოქსული ციფრია, როდესაც პირველ კვარტალში ეკონომიკის თითქმის 9%-ზე მეტიან ზრდაზე გველაპარაკებენ და ამავე დროს უმუშევრობა თითქმის 1%-ით გაიზარდა. შემდეგი ფაქტორი არის ბუშტი, რომელიც უფრო და უფრო აშკარა ხდება მშენებლობის სექტორში. მშენებლობის სექტორში გაყიდვები ნელდება, როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია, ასევე პირველად ბაზარზე თუ რეალურ იმ დროში გაყიდვებს შევხედავთ, ეს გაყიდვები შემცირებულია და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მიწოდება პირიქით 20% და მეტით არის გაზრდილი. ანუ პირდაპირი ანგარიშგება არსად არ არის, რამდენით გაიზარდა მშენებლობა, თუმცა თუ დაკრედიტების ზრდის ციფრებიდან გამოვათ, 20%-ით მაინც უნდა იყოს გაზრდილი მიწოდება მშენებლობაში და ეს ბუშტი ნელ-ნელა აშკარა ხდება და ბუშტები მერე როს ყდება ძალიან მტკივნეული არის ხოლმე. შემცირებული არის გრძელვადიანი მოხმარების საგნებისა და სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი საგნების გაყიდვები. ესეც აშკარა ფაქტორია ეკონომიკური ზრდის შენელების. ეს საკმაოდ ბევრი ფაქტორი. ფიქრობ, რომ დაკრედიტების სექტორიც ძალიან სწრაფად და გადაჭარბებით გაიზარდა და წინა თვეში შემცირება იყო, ნახოთ ახლა ამ თვეში რა ციფრებს 25 რიცხვში გამოქვეყნება და როგორი იქნება ჩვენი დაკრედიტების ზრდის შედეგები. სიმართლე გითხრათ, უფრო და უფრო მეტად მეშინია ციფრებით манипуляციის, მაგრამ რაც როგორიც არის ეს ციფრები, ამ ციფრებს რასაც უყურებთ, მე ველოდები, რომ კვლავ შემცირება იქნება დაკრედიტებაში. აი
უყურეთ ქვეყანაში, სადაც აი თქვენ უყურებთ, როგორ ხდება მაგალითად თლიანი შიდა პროდუქტის დარომ გამოგვიცხადეს პირველ კვარტალში, ეს არის სწრაფი პროგნოზი. როგორ ხდება სწრაფი პროგნოზი? ნახულობენ გეოლოგიას გადამხდელთა ანგარიშებზე ბრუნვას და ის როგორც გაიზარდა, ვარაუდობენ რომ ეკონომიკაც ასე გაიზარდა. თუმცა ანგარიშზე ბრუნვა შეიძლება ისე იყოს ერთმა მეორეს გადაურიცხოს და იმან უკან დაუბრუნოს და ასე შემდეგ. ანუ ბრუნვა გაზარდა. ვთქვათ, ერთი ვარაუდი ასეთია. და როდესაც რეალური ციფრები იქნება, შევხედავ და რაღაცებს შევადარებთ ერთმანეთს, რომ დავჭმუნდეთ ეს რეალური ეს ციფრები თუ ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ რაღაც გარკვეული ციფრები, რომელიც უკვე დაგისახელეთ, მაგალითად გადასახადების აკრეფვა, ეჭვს აჩენს, რომ უბუშევრობის და მაღალი ამ დროს ეკონომიკურის და ეს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებია და ეჭვს აჩენს, რომ ეს ციფრები შეიძლება ნამდვილი არ იყოს და როდესაც უყურებთ, როგორ იქცევიან ჩვენი მოსამართლეები და ზოგადად სამართლის სისტემაში რა სიმართლეც არის, შეიძლება დაუშვათ, რომ სტატისტიკის სფეროშიც ასეთივე სიმართლე იყოს. ეს არის ირიბი მაჩვენებელი ზოგადად სიმართლის მდგომარეობით და აი შეხედეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ნათქვამს და მე მაგალითად მზადავ რომ დავინიზლავ ვისაც სურს რომ ვერ მომიტანს ვერც ერთ სამწუთიან მონაკვეთს რომ შიგ-ტყუილი არ იყოს და თუ გნებავთ შევამოწმოთ. გნებავთ აი აგენიზლავები და მე მომიტანეთ მაჩვენეთ და ნახოთ აბა ტყუილია თუ სიმართლე. ეგ რო პრემიერ-მინისტრი ეგეც ტყუილია. ეგეც კი ბატონო. ან თქვენ შეაფასეთ რა ვიცი, მე ასე ვხედავ რომ არ არსებობს ასეთი მონაკვეთი სამწუთიანი, სადაც ტყუილი არ იყოს და ვიღაცა სხვანაირად გონია და თუ გსურთ რომ დაუნაცვლებდეთ, კი ბატონო მზადა ვარ. თქვენ სახსენეთ და უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ასე ვთქვათ მიგრანტების ალღამ გარკვეული ეკონომიკური ბუმი გამოიწვია. ახლა არის თუ არა მოსალოდნელი იგივე ალღა მაგალითად ირანიდან და ამის ხარჯზე გარკვეული ეკონომიკური პროცესების გააქტიურება. გავიგე მეც რამდენიმე ადამიანისგან ასეთი ფიქრი. მოდით ასე ვიტყვი, არველი ძალიან ძნელი საპროგნოზოა რა მოხდება ირანში. ხომ ეს არავინ არ იცის და არ მინდა რომ ამაზე რაიმე პროგნოზი გავაკეთო, იმიტომ რომ თან არარეალური საუბარი იქნება. უფრო რაზე შემიძლია გავაკეთო კომენტარი ის არის რომ არველი რომ ასეთი ტიპის მიგრანტები იქნებიან ირანიდან, როგორც რუსეთიდან იყვნენ. მათი განათლების ხარისხით, იმითი როგორ შეუძლიათ მათ ჩვენს ეკონომიკაში მოვიდნენ და ორგანიზებულად თქვათ რაღაცა საზღვარგარეთ ფული იშოვონ, ასე ვთქვათ. ანუ ეს რუსები ზოგი დისტანციურად არის რუსეთში დასაქმებული, ან IT კომპანიები გადმოვიდა და ეს ისეთი სექტორია, რომელსაც უფრო ადვილად შეუძლია რომ სოფლიო ეკონომიკაში იყოს ჩაბმული და ირანის ეკონომიკის სტრუქტურა სხვანაირია, ამიტომ ასეთი ტიპის მიგრანტებს არ ველი მათგან. პირიქით შეიძლება ისეთი მიგრანტები შემოვიდნენ, რომელიც თვითონ დააწვეს ჩვენს ქვეყანას და საპატრონოები გახდნენ. ეხლა ეს ცალკე მე ასევე ირანის მოქალაქეები თვის საბანკო ანგარიშების გახსნაც კიდევ ბევრი კითხვის ნიშნის გამოწვევი. ანუ იგივე რაოდენობის მიგრანტები რომს შემოვიდნენ ეკონომიკური, თქვათ, მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით ნაკლებს ველოდები. ხალხის საკითხია განაწილება იმ კეთილდღეობის და როგორ იმოქმედებს ჩვენზე და საშუალო ქართულზე როგორ აისახება. თუმცა აი ამ თქვათ სუფთა ფულის თვალსაზრისითაც არ ველოდები რომ იმდენივე რაოდენობის მიგრანტი მოიტანს ისეთივე შედეგს. ერთი კითხვა მაქვს ის რომ სავსებით ნათელი რომ ძალიან დიდი ზარალია უკვე მიღენებული გინდ ეკონომიკას, გინდ სისტემურად ჩამოშლილია ბევრი რაღაც ამის აშენებას კიდე ძალიან დიდი დრო, ენერგია, რესურსი და მონდომება დაჭირდება სურვილი. როზე რა არაფერი ვთქვათ. საშუალოდ ძალიან რთული კითხვაა მე მგონი მე თვითონაც ხვდები, მაგრამ რა ვადებზე აი ეს კრიზისი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელოს, აი არ ვიცი შემოდგომაზე ვთქვათ, გადაიარა ამ პოლიტიკურმა კრიზისმა და მე ხო აღდგენა ჭირდება მე ეკონომიკა, საშუალოდ რა პერიოდი ჭირდება აღდგენას, რას უნდა ველოდეთ ეკონომიკური კუთხით რა, როდის ვიგრძნობთ, რომ შეიძლება რაღაცა გაუმჯობესება დაიწყოს. ქართული ოცნების
ქვეყნის სათავეში ყოფნის პირობებში მე არ ველოდები რაიმეს იკეთეს და რაიმეს აღდგენას. ანუ თუ ჩვენ ამე აღდგენაზე და წინსვლაზე ვლაპარაკობთ, მე ვსაუბრობ მას შემდეგ, რაც ისინი შეიცვლებიან. შესაძლებელია რაღაცა ნომინალური ზრდა იყოს, თუმცა ძალიან ცუდა დიქტატორულ ქვეყნებში რაღაცა ზრდები არის. და როდესაც მას შემდეგ, რაც ეს ეკონომიკა თუ ეს ხალხი დარჩება ქვეყნის სათავეში, მას შემდეგაც ეკონომიკა ძალიან დიდი ტკივილებით და ლების პროცესებით შეიცვლება და შებრუნდება და გახდება, რა ვიცი, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან ინტეგრირებული ეკონომიკა, მას შემდეგ ალბათ რაღაცა დონის და დაბრუნდება, თუმცა ჯერ იქნება დაღმასვა და შემდეგ აღმასვა დიდი ხნის შემდეგ, ბევრი წლის შემდეგ. ეგეც საკითხავია როგორ, იმიტომ რომ უყურეთ, ამ ხალხის ხელში ზრდა იქნება სულ უფრო და უფრო არათანაბარი. შესაბამისად, და კიდევ უფრო მეცაც ვიტყვი, გლობალური კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენს ქვეყანას უფრო და უფრო დააჩიაოვებს და ვთქვათ, მაგალითად, რაღაცა გზა, რასაც ესენი ადგანან, ჩემი ხედვით არის, რომ ჩვენი მიწა-წყალი გაყიდონ. ანუ როგორღაც მოახერხო, რომ 100,000-ობით არაბი, ინდოელი და ისეთი ქვეყნის მოქალაქე შემოიყვანოს, სადაც არ იცხოვრება და მათ რაღაცა აქ აყიდინონ. უფრო და უფრო რეალისტური თუ ამის გაკეთება უნდათ გზა იქნება, რომ მათ თავისუფალი რაღაცა ზონები შეუქმნან, ანუ საქართველოს შიგნით კიდე რაღაცა ანკლავები შექმნან. სავარაუდოდ ალბათ ამის გაკეთება მოუწევთ თუ უნდათ რომ ის ხალხი დაარწმუნონ რომ აქ ჩამოვიდნენ. რომ ასე ადვილი არ არის ქართული ენის ქვეყანაში შემოვიდნენ უცხოელები და აქ რაღაცის კეთება შეძონ. ანუ ისეთი პირობები უნდა შეექმნათ რომ ასეთი რაოდენობით ჩამოვიდნენ. ანუ ესაა ძალიან მძიმე და რაღაც ისეთი სცენარი. გონია რომ ამას ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ჩვენ ამის გაკეთების საშუალებას არ მივცემთ და მათ შევცვლით. ამავე დროს ძალიან ამშურს რა, ყველანი ვიქნებით იმ როლში, რომ მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის აღდგენისთვის სახელობის დაკაბიწება და ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება. ანუ ჩვენ უკვე ისეთ გზაზე ვდგავართ, აი ვაის გავეყარე, ვიშევყა. ნაკლებ უარესი უნდა ავირჩიო, ანუ სწრაფად ეს ხალხი როგორმე შევცვალოთ და შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, რომ ავხდით. მაგრამ დიდი პერსპექტივა გვაქვს ამავე დროს და ნათელს ვხედავ მე, აშკარა შესაძლებლობას ვხედავ, ანუ არ მივეცემოდი მე სასოწარკვეთილებას. უყურეთ, კი ძალიან ძნელ და კოლაფსურ მდგომარეობაში შეიძლება მოხდეს ქვეყნის გათავისუფლება და ვნახოთ ამას რამდენ ხანში შევძლებთ და იმედი მაქვს რომ მალე. და როცა ამას შევძლებთ, ამის შემდეგაც იქნება ნეგატიური ინერცია, ანუ ამათი გათესილი ცუდი თესლი იქნება განსაკურნებელი, ასე ვთქვათ. ამავე დროს პერსპექტივა არის ის, რომ თავისუფლება არის ძალიან დიდი ენერგიის მომტანი. და ჩვენი ერი ამ თავისუფლებას გახსნის და ჩვენ გვაქვს 100,000-ობით ემიგრანტი, რომელსაც ჩვენ თუ შევუქმნით აქ შესაძლებლობების ჩამოსვლის, ძალიან ბევრი ჭკვენ, მე თვითონ ვიცნობ ძალიან ბევრ ასობით ადამიანს ვიცნობ, მაგრამ 1000-ობით შეძლებულ და გონიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია რომ არა მარტო ჩამოვიდეს რაღაც სამუშაო ძალა იყოს პროდუქტიული, არამედ ჩამოიტანოს ინვესტიციები და სხვანაირი ენერგია ჩამოიტანოს და ამ ხალხის უკვე საზოგადოებრივ გამოცდილება მიღებული ხალხის ჩამოსვლა და ჩვენს ეკონომიკაში ჩაბმა ძალიან დიდ, როგორც ვთქვათ, რუსები ჩამოვიდნენ და რაღაცა კეთილდღეობა ჩამოიტანეს, ეხლა ჩვენი ქართველების დაბრუნება როგორ გვინდა თქვენ წარმოიდგინეთ. ჯერ სულიერად ოჯახები გამთლიანდეს და რაღაც ერთად ვიყოთ და შემდეგ ის თავისუფლებისა და მეტი თანასწორობის გრძნობა, რაც ახალ პროცესში და ახალ საქართველოში შეიქმნება. ამას დავამატოთ ბევრი ძალიან პოლიტიკური ინვესტიცია, იმიტომ რომ თავისუფალ ქვეყანაზე ევროკავშირი აუცილებლად ძალიან ბევრ დახმარებას გაგვიწევს და ეს გაერთიანების პროცესის გზაზე და ახლა მოლდოვის მაგალითზე ვხედავთ, რამდენ სიკეთეს იღებენ და როდესაც ჩვენ მივვალთ შემდეგ გაწევრიანებაში, კიდევ ძალიან სხვა დონეზე ავალთ. ამიტომ იქნება რაღაცა მტკივნეული პროცესი გასავლელი, ვარდი უეკლო და არ იკრიფება. და იმასაც ვიძახი, რომ ვარდი რო ქონია, უკვე ვარდი აღარ აგვაქვს. ანუ ჩვენ ახლა დაღმართზე ვდგავართ და უფრო ცუდს ვნახავთ თუ ამ მდგომარეობაში დავრჩებით. ამ ხალხში. აი ეს არის ჩემი ხედვა.
ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდება. რისკი არსებობს, რა თქმა უნდა და სერიოზული რისკია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დასავლეთში წუხს დიდი ემიგრაცია, თქვა მე ბრიტანეთის მოქალაქეც ვარ და დიდხანს ვიცხოვრე იმ ქვეყანაში. ნახე რომ ბრიტანეთის მოსახლეობა გაიზარდა 10%-ზე მეტით. და ლონდონში, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 1/13 საზღვარგარეთ დაბადებულია. გინდა არ გინდა ის ძალიან ტოლერანტი ასევე უცხოელების მიმართ საზოგადოებას გარკვეულწილად შეწუხდა. ნაწილი საზოგადოების და ძალიან ჩემდა სამწუხაროდ ევროკავშირიდან გამოვიდნენ. დიდი შეცდომა დაუშვეს და ამას მოყვა ძალიან დიდი ეკონომიკური ტკივილი და დღემდე ბრიტანეთი ძალიან ცუდად და დაბლა იზრდება იმის გამო, რომ ეს შეცდომა დაუშვეს. ეხლა ჩვენს ვიზა ლიბერალიზაციას რო დაუბრუნდეთ, უმტკივნეულესი რამე იქნება ეხლა, მაგრამ ფიქრიც არ მინდა, ანუ ასეთ ნეგატიურ სცენარზე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მანამდე შევძლებთ ამ ხელისუფლებისგან გათავისუფლებას, ვიდრე ამათი მარწუხებიდან გათავისუფლებას, ვიდრე ვიზა ლიბერალიზაცია გაგვიუქმდება. კითხვა არის ხო რა ზეგავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. ძნელი საპროგნოზოა, იცით როგორ არის, დაახლოებით სურათი წარმოიდგინეთ. ეს რო გაუქმდეს, ბევრ ხანს შეეშინება და შეიძლება უფრო გაიქცეს, იმიტომ რომ თქვას რომ მე ვეღარ გავალო. თქვათ. მეორე, ბევრ ადამიანს ვინც იქ არის, მოუწევს უკან ჩამოსვლა, ოღონდ ცუდ პირობებში უკან ჩამოსვლა და ჩამოსვლა არა ისეთ ქვეყანაში, სადაც მას შესაძლებლობები აქვს, არამედ ქვეყანაში, სადაც იმ ფულსაც ვეღარ იშოვის, რასაც იქ შოულობდა და აქ სამუშაო აქ მყოფებისთვის არ არის და ამ პირობებში, ანუ აქ არავის არ ელიან, ასე ვთქვათ. ეს ხელისუფლება არ ელის, ეხლა აქ ხალხს რო ჩამოვიდნენ და რაღაცა მოიტანონ და ეს ქვეყანა რაღაცის სავსე ქალაქიო და არ ვიცი, ბოდიში რა ჩემი ფეხებით სავსე ქალაქია და ჩვენ შესაძლებლობებით სავსე ქვეყანა გვინდა და პრობლემებით სავსე ქვეყანაში არ იქნება რა იოლი ჩამოსვლა. მართალი გითხრათ, ხა მე რო ჩამოვედი 4 წელიწადნახევრის წინ, იმის მერე ძალიან ბევრი ენერგია შევიძინე და გავისე სიყვარულით და ბევრად უფრო კარგი ადამიანი მგონია ჩემი თავი, ვიდრე მანამდე ვიყავ. თუმცა ძნელია რა, ინდივიდუალური ფაქტია და ეკონომიკურად ბევრ ტკივილს მივიღებ. ავარაუდოთ თუ ეს მოხდა. ვეყოფა მე მგონი მანიშნებენ და დიდი მადლობა თქვენი კითხვებისთვის, ჩემთვისაც საინტერესო იყო ამ საკითხებზე საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნიკას. ძალიან დიდი ცოდნა გაგვიზიარე პროტესტის ყველა მონაწილეს, კიდევ ერთხელ მადლობა. ხვალინდელ ლექციას დავაანონსებ, ხვალ ვისაუბრებთ ექსპერტებთან ერთად ირანისა და ისრაელის კონფლიქტზე, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენზე და არა მარტო ჩვენზე, მსოფლიოზე და კიდევ ერთხელ გავემეორებ და არაერთხელ ვიტყვით, კიდევ დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გავჩერდებით. ის ადამიანები, რომლებიც აქ დგავართ, უკვე 205 დღეა, არ გავჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული ხედვა და მიზანი არ გვაქვს, როგორ აი რა მექანიზმით გამოვასწოროთ და როგორ გავყაროთ ესენი აქედან, სანამ არ მივაგნებთ ამ მექანიზმს და სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩვენ არ დავიშლებით. ღრმად წამს და ნიკას პათოსს შეუერთები აუცილებლად, ნუ გეშინიათ ხალხო, შიში ვერაფერს ვერ გვიზავს. ან თუ გეშინიათ, მოდით ჩვენთან და გასწავლით ეს შიში როგორ გადააქციოთ თქვენს უპირატესობად და როგორ ვმართოთ ჩვენი შიში. იმისთვის რომ ეს ენერგია რაღაცა ერთ კარგ საქმეს მოვახმაროთ და არ დავიღალოთ არასდროს. მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე.